ტრამპის პოლიტიკა ასე შეგვიძლია დავასათაუროთ და გიორგი ანთაძე ჩოუქეისის თავდაცვისა და უსაფრთხოების მიმართულების მკვლევარი შემოგვიერთდება ის უკვე ეთერში არის საღამომშვიდობისა ბატონო გიორგი მადლობა ჩართვისთვის გამარჯობა ბატონო გიორგი ტრამპის მოსვლის შემდეგ ჩვენ ხედავთ ყველა მთელი მსოფლიო ხედავს რომ ის პოლიტიკა რომელსაც წინა ადმინისტრაცია ატარებდა თუნდაც უკრაინის მისამართით ეს ასე აღარ მოხდება აცხადებს ტრამპი და ამბობს რომ მთელ მსოფლიოში უნდა ჩაქრეს ეს ხანძრები როგორ ფიქრობთ რატომ შეცვალა ტრამპმა ის პოლიტიკა რომელი პოლიტიკაც ჰქონდა წინა ადმინისტრაციას კი ბატონო, ძალიან ისეთი კომპლექსური შეკითხვაა, ბუნებრივია და პასუხები ამ კითხვებზე მარტივი არ არის, თუმცა ჩემის აზრით ეს რადიკალური ცვლილება იყო მოსალოდნელი იქიდან გამომდინარე, რომ პირველ რიგში ჩვენ ბუნებრივია გვესმის უკრაინის ომის მნიშვნელობა სიმწავე ყველა იმ საკითხის, რაც ამ კონფლიქტს უკავშირდება, მაგრამ ამერიკის ადმინისტრაცია დღევანდელი ტრამპის გუდი ცალსახად ამბობს, რომ მისი უმთავრესი, ასე ვთქვათ, პრობლემა საგარეო პოლიტიკური, ასე უმთავრესი მოწინააღმდეგე ეს არის ჩინეთი. სწორედ ჩინეთთან დაპირისპირების პრიზმაში მეც არაერთხელ სხვადასხვა ინტერვიუში და გადაცემაში აღმინიშნია, რომ მოსალოდნელი იქნებოდა პოზიციების რადიკალური ცვლილება. და ამ რადიკალური ცვლილების ერთ-ერთი მთავარი, ასე ვთქვათ, მიზეზი მდგომარეობს იმაში, რომ უკრაინაში არსებული ომის პარალელურად ჩვენ ვხედავთ, რომ გარკვეული ალიანსი ჩამოყალიბდა ეგრეთ წოდებულ ავტოკრატიულ სახელმწიფოებს შორის, ეს არის რუსეთი, ირანი და მათ გვერდითაც ასევე ბუნებრივია ჩინეთი და ამ ტრიადის, ასე ვთქვათ, დაშლას აუცილებლად შეეცდებოდა რესპუბლიკური ადმინისტრაცია. ამის მოლოდინები არსებობდა. ლოგიკა მდგომარეობს იმაში, რომ თუ ამერიკას უნდა რომ ჩინეთთან დაპირისპირებაში იყოს წარმატებული და ამას ისინი ხაზს უსვამენ, მე გავიხსენებდი დღევანდელ განცხადებას სახელმწიფო დინის მარკ რუბიოსი, რომელმაც თქვა, რომ ჩვენი ეს საუკუნე ამერიკისა და ჩინეთის დაპირისპირების პრიზმაში განვითარდება. მაშინ ლოგიკა ვკარნახობს, რომ ასეთ სცენარში სასურველია ამერიკის შეერთებული შტატები შეეცადოს, რომ მოსკოვსა და პეკის შორის ჩამოყალიბებული ალიანსი, რომელიც ამ ომმა გამოიწვია და განამტკიცა, რუსეთი დღეს ძალიან დამოკიდებულია პეკინზე არაერთი მიმართულებით. აი ამის დაშლა სასურველი იქნებოდა ამერიკისათვის. ანუ ჩინეთის იზოლირება მისი მოკავშირეებისაგან, შესუსტება კავშირების ამერიკის ერთ-ერთი უმთავრესი საგარეო პოლიტიკური ამოცანა იქნებოდა. აი ამ პრიზმაში თუ ვიმსჯელებთ, მაშინ მოსკოვთან ურთიერთობების გარკვეულწილად გადატვირთვა თუ არა, გადახედვა მაინც ამერიკის ერთ-ერთი მთავარი ამოცანა უნდა იყოს და მაშინ როდესაც რუსეთს ასეთი პირდაპირ ესა თქვა, ხო კონფლიქტი აქვს უკრაინაში მიმდინარეობს ომი უკვე 3 წელი გავიდა, რაც რუსეთმა ასე ვთქვათ აგრესია განახორციელა უკრაინის წინააღმდეგ, ტრამპი შეეცდებოდა გარკვეული დაახლოების გზების ძიებას და ჩვენ ფაქტობრივად ინაუგურაციის დღიდან მოყოლებული განსაკუთრებით მიუნხენის კონფერენციაზე დღიდან და მას შემდეგ ვუყურებთ, რომ ვაშინგტონი პირდაპირ მოლაპარაკებებს აწარმოებს მოსკოვთან. ამ ეტაპზე ეს პირველ რიგში შემოიფარგლება ომხრივი ურთიერთობების აღდგენის ცდილობით, მაგრამ ამ ურთიერთობების რა თქმა უნდა და მოლაპარაკების პრიზმაში უმნიშვნელოვანესი საკითხი რა თქმა უნდა უკრაინა არის და ის თუ როგორი მშვიდობა შეიძლება იქ იყოს მიღწეული. აქედან გამომდინარე, რომ თუ ამ ლოგიკას გავუყვებით, რომ მოსკოვი ცდილობს ვაშინგტონი ცდილობს, რომ მოსკოვთან დაალაგოს ურთიერთობები იმისთვის, რომ გრძელვარდიან ურთიერთობაში შეძლოს ხელახლა დასავლეთთან ამერიკასთან მისი ასე ვთქვათ ურთიერთობების ნორმალიზება, მაშინ საკითხი ისმება ესე, რომ ამერიკამ ერთის მხრივ უნდა ეცადოს უკრაინის კონფლიქტის ისე მოგვარება, საიდანაც რუსეთის საბოლოოდ დამარცხებული და ასე ვთქვათ მოდი განადგურებული არ გამო, ანუ არ მოხდება ეკონომიკური თუ სამხედრო პოლიტიკური მიზეზებით რუსეთის ჩამოშლა, ვინაიდან ასეთი დამარცხებული რუსეთი კიდევ უფრო მიებმება ჩინეთს, კიდევ უფრო დამოკიდებული იქნება ჩინეთთან პარტნიორობაზე და ეს ალიანსი, რომელიც მე ვახსენე, ხო, საუბრის დასაწყისში უფრო მტკიცე იქნება. ამიტომ მე ვფიქრობ, რომ მათ ეს ლოგიკა ამოძრავებთ, ეს ყველაფერი მათ განცხადებებში, ქმედებებში იგრძნობა, თუმცა ამ ეტაპზე ჯერ საერთო ჯამში ჩვენ მაინც რიტორიკას ვისმენთ, კონკრეტული ნაბიჯები და გადაწყვეტილებები მომავალში იქნება. ჩვენ ნახეთ აი ეს მოლაპარაკებები ვაშინგტონის, რაც იგივე მინერალებთან დაკავშირებით კიევთან აქვს, ხო?
აი ამ პრიზმაში უნდა დავინახოთ და შევაფასოთ. თქვენ საუბრობთ, რომ ნორმალიზებას ცდილობს ყოველ შემთხვევაში, ხო, რასაც ხედავთ ტრამპის ადმინისტრაცია, ამ დროს, როდესაც ის ცდილობს მოსკოვთან ურთიერთობების აღდგენას, ჩვენ ხედავთ თუნდაც მიუნხენის კონფერენციაზე ტრამპის ადმინისტრაციის კრიტიკას ევროპის მისამართით, რა ხდება ტრამპი რატომ არ ცდილობს იმ კურსის გატარებას ევროკავშირთან, რასაც თუნდაც წინა ადმინისტრაცია აკეთებდა. ხედავთ, რომ იქაც არ არის მაინდა-მაინც რაღაცა სახარბიელო მდგომარეობა, ხო? ბუნებრივია, ჩვენ როდესაც პლანეტარული მასშტაბის დაპირისპირებაზე და კონკურენციაზე გვაქვს საუბარი, რაც ვაშინგტონსა და პეკინს შორის ხდება, ეს არის არა მარტო სამხედრო პოლიტიკური შრი, არამედ ეს არის ვაჭრობის საკითხი, ეს არის ეკონომიკის საკითხი, ეს არის ხელოვნური ინტელექტისა და ტექნოლოგიების სფეროში დაპირისპირების საკითხი. ამერიკა ყველანაირად შეეცდება, რომ მისი რესურსების უდიდესი ნაწილი ჩინეთსა და სამხრეთ აღმოსავლეთ აზიაზე, ოკეანეთზე იყოს მიმართული. ამისათვის მას სჭირდება, რომ ევროპამ უფრო მეტი ძალისხმევა მის უსაფრთხოებაზე თავის თავზე აიღოს. ამ ყველაფრის გათვალისწინებით ტრამპის რიტორიკა მიმართულია იმაზე, რომ ევროპამ სხვადასხვა ასე ვთქვათ, პირდაპირ თუ არაპირდაპირი მოქმედების შედეგად ამერიკის მხრიდან გადახედოს მის უსაფრთხოების და თავდაცვის პოლიტიკას და უფრო მეტი რესურსი გამოყოს ასე ვთქვათ, მისი ტერიტორიული უსაფრთხოების თვალსაზრისით, სამხედრო უსაფრთხოების თვალსაზრისით და შესაბამისად ეს გარკვეულწილად ირიბი იძულება არის ევროპისა, რომ ის სიტუაცია, რომ აქამდე მათი ხარჯები არასაკმარისი იყო, მათ შორის ნატოს ასე ვთქვათ ფარგლებშიც, უფრო მეტი აიღოს თავის თავზე და ასე ვთქვათ, მეტად უზრუნველყოს იყოს უკრაინის ირგვლივ მისი თანამონაწილეობა, როგორც სამხედრო დაფინანსების კუთხით, ისე სხვა რესურსების გამოყოფის კუთხით. ამიტომ ამას უნდა კონდეს ამერიკის მოსაზრებით გრძელვადიანი ეფექტი, თუმცა რა თქმა უნდა, აქამდე ჩამოყალიბდა ესეთი მიდგომა გარკვეულ რისკებსაც მოიცავს, რომ არ მიიღოს საერთო ჯამში ამ დაპირისპირებამ ვაშინგტონსა და ევროკავშირს შორის ისეთი სახე, სადაც ეს ტრანსატლანტიკური ურთიერთობა, რომელიც აქამდე ესეთი მტკიცე იყო, გარკვეული ბზარები და პრობლემები არ შეიქმნას. მე ვფიქრობ, რომ ამას ორივე მხარე შეეცდება, მიუხედავად არაერთ საკითხზე არსებული ასე ვთქვათ, საწინააღმდეგო მოსაზრებებისა, რომ მეტ-ნაკლებად ნაკლები ზარალით გამოვიდნენ, ევროპამ უფრო დამოუკიდებელი გეოპოლიტიკური მოთამაშის სტატუსი მოირგოს და ამერიკას საბოლოო ჯამში შეძლოს მეტი რესურსების გამოთავისუფლება, ასე ვთქვათ, ჩინეთის მიმართულებაზე. ბუნებრივია, უკრაინის საკითხი ამ ხრივ ევროპის საკითხიც არის და ჩვენ აი მოლაპარაკებების საკითხთან დაკავშირებით ფაქტობრივად ყოველდღიურ რეჟიმში ვისმენთ იმ განცხადებებს, რომელიც ბრიუსელიდან და ვაშინგტონიდან ისმის და ეს ალბათ უახლოესი თვეების განმავლობაში უფრო კონკრეტულ შინაარსს შეიძენს, თუ რა გარანტიების მიცემა იქნება, უსაფრთხოების გარანტიების მიცემის შესაძლებლობა იქნება კიევისთვის, რომ ათქვათ უკრაინის ფრონტი და უკრაინა არ ჩამოიშალოს. აქ ბუნებრივია, რამდენიმე სცენარი შეიძლება განვითარდეს, მაგრამ საერთო ჯამში ყველას ინტერესია, რომ უკრაინამ ის მაინც ყველაზე მინიმუმ შეინარჩუნოს, რასაც დღეს აკონტროლებს და უკრაინის სახელმწიფოებრიობა უფრო ძლიერი გამოვიდეს ამ კონფლიქტიდან დღემდე იყო. ბატონო გიორგი, ბუნებრივია ხა მისი ტერიტორიული მთლიანობის მთლიანად აღდგენა უფრო შორს მიმავალი საკითხი არის. და აქვე უნდა კითხოთ, როდესაც გაიმარჯვა ტრამპმა პირველი განცხადება, ერთ-ერთი პირველი განცხადება რაც იყო, რომ მისი ტელეფონი ევროპაში იქნება ბუდაპეშტში. რას ნიშნავს, როდესაც ვიცით, რომ ოფიციალ ბუდაპეშტსა და დანარჩენ ევროკავშირის ქვეყნებს შორის მაინდა-მაინც ჰარმონიული ურთიერთობები არ არის, ხო, ორბანთან. როდესაც აკეთებს ტრამპი ასეთ განცხადებას, რომ ევროპაში იქნება მისი ტელეფონი ბუდაპეშტში, ეს რას უნდა ნიშნავდეს? მე ვფიქრობ, რომ ეს გარკვეული ახლა ზეწოლის მექანიზმი იყო, ანუ ის იყენებს ევროპაში არსებულ უთანხმოებას, გარკვეულ ასე ვთქვათ, სახელმწიფოებში არსებულ პოლიტიკურ თანამდებობის პირებთან, რომლებიც გამოირჩევიან უფრო ხისტი, ასე ვთქვათ, მართლობის პოლიტიკით, ხო, როგორც არის უნგრეთი და ასე ვთქვათ, რამდენიმე სახელმწიფო, თუმცა როცა დაჭირდა ამერიკის შეერთებულ შტატებს, ის ძალიან აქტიურად მონაწილეობს, ასე ვთქვათ, ურთიერთობა აქვს სხვა სახელმწიფოებთან. ჩვენ ნახეთ 2 დღის წინ აგერ მაკრონის ვიზიტი ამერიკის შეერთებულ შტატებში და ინტენსიური დიალოგი, რომელიც ამ ორხრივ ფორმატში იყო.
დიახ, რა თქმა უნდა, ამიტომ ამერიკის შეერთებული შტატები ყველა ბერკეტის გამოყენებას შეეცდება, რომ ევროპა აიძულოს მისთვის სასურველი პოლიტიკა გაატაროს. და საქართველოსთან დაკავშირებით უნდა კითხოთ, რაც შეიცვალა ეს ადმინისტრაცია ამერიკაში, ჩვენ ყოველდღიურად კი არა, უკვე ყოველ საათში ერთხელ კეთდებოდა ხოლმე განცხადებები საქართველოს ხელისუფლების მისამართით. ეს განცხადებები მოხსნილი არის ახლა, ვეღარ ვისმენთ ამ განცხადებებს, ვერ ვისმენთ ვერც შეერთებული შტატების საელჩოს მხრიდან. რა ხდება თქვენ როგორ ფიქრობთ? ბუნებრივი არის ნებისმიერი ქვეყნის საელჩო ნებისმიერ ქვეყანაში არის დედაქალაქის პოლიტიკური ხედვის და საგარეო პოლიტიკური ინტერესების გამტარებელი. ძალიან ბუნებრივია, როდესაც ადმინისტრაცია შეიცვალა, ასე ვთქვათ, ამ კონკრეტული ქვეყნის, ამ შემთხვევაში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს, ასე ვთქვათ, პოზიციონირება და სტრატეგიული კომუნიკაცია საქართველოსთან მიმართებაში. მანამ სანამ ტრამპის ადმინისტრაცია უფრო კაფიოდ აი ამ გლობალური, ასე ვთქვათ, კონტექსტის გათვალისწინებით არ ჩამოაყალიბებს მის პოლიტიკას თბილისთან დაკავშირებით, მანამდე რაღაცა ესეთი შინაარსობრივად განსაკუთრებული რაღაც სახეცვლილი გზავნილები მე ვფიქრობ თბილისთან მიმართებაში არ ექნება. ეს ალბათ დროის საკითხი არის, როდესაც უკრაინის საკითხი, რუსეთთან ურთიერთობების საკითხი უფრო მკაფიოდ ჩამოყალიბდება, დღის წესრიგი კი უფრო ნათელი გახდება, მაშინ საქართველოსთან მიმართებაშიც ვაშინგტონი ასე ვთქვათ უფრო მკვეთრ და ესეთ ჩამოყალიბებულ პოზიციას შეიძლება იყოს რადიკალურად შეცვლილი პოზიცია და ეს საკითხი რაც ქონდა წინა ადმინისტრაციას? შეიძლება იყოს რადიკალურად შეცვლილი, შეიძლება არ იყოს, ეს ამ ეტაპზე არ ჩანს ზუსტად. ალბათ კორექტირება ცალსახად იქნება, მაგრამ კიდევ ერთხელ რა შინაარს შეიძენს, ეს არის დამოკიდებული გლობალურ პროცესებზე და მას შემდეგ რაც მეტი დრო და რესურსი ექნება ამერიკისთვის, რომ კავკასიის რეგიონსაც ასე ვთქვათ, მიხედოს, მოდით ეს სიტყვა ვისაუბროთ, მაშინ საქართველოსთან უფრო მეტი მკაფიო, ასე ვთქვათ, პოზიციები გამოჩნდება. და ასევე მინდა კითხოთ, ეს უფრო სხვა ტიპის რესპონდენტებს უფრო ეკუთვნის ეს შეკითხვა, მაგრამ ვინაიდან საქართველოში კეთდება არაერთი განცხადება, ხო დასავლეთის მისამართით ხოლმე, როდესაც ვიღაცა აკრიტიკებდა თუნდაც ბაიდენის ადმინისტრაციას, ეს ფასდებოდა ხოლმე ანტიდასავლურ განცხადებად. ახლა ის ადამიანები, ვინც ვთქვათ, ამერიკას იცავდა იმ განცხადებებისგან, რომელიც კეთდებოდა ხოლმე თუნდაც საქართველოს ხელისუფლების მხრიდან, დღეს ამბობენ, რომ ბაიდენი ცუდი სიზმარია, მაგალითად ეს განცხადება მოვისმინეთ დავით დარჩიაშვილის მხრიდან და სხვების მხრიდან. რამდენად არის ეს კრიტიკა, რომელიც ვთქვათ, ახლა ხდება ტრამპის მისამართით, თუნდაც საქართველოსთან ანტიდასავლური, მაშინ თუ ბაიდენის შემთხვევაში იყო ანტიდასავლური, რამდენად არის დღესაც ესე? ტერმინი დასავლეთი, დიახ, ტერმინი დასავლეთი ძალიან ფართო გაგებაა, ხო, აქ მარტო ამერიკის შეერთებული შტატები არ არის, აქ არის ევროპაც მაგალითისთვის. ევროპასთან ურთიერთობები ამ ეტაპზე ჩვენი შიდა პოლიტიკური კრიზისის გამო თვისობრივად არ შეცვლილა. ამ თვალსაზრისით რიტორიკა ისევ ანტიდასავლურია, თუ ესე შეხედავთ. თუმცა ამერიკის შეერთებულ შტატებთან მიმართებით იქიდან გამომდინარე, როგორც ჩვენ აქამდე ვისაუბრებდით, თვითონ ამერიკა ევროპასთან პოლიტიკის გადახვედის რეჟიმში არის, ამ თვალსაზრისით უკვე ცალსახარი პოზიციების ცვლილება. ბუნებრივია საქართველოს ეროვნული ინტერესების გათვალისწინებით ჩვენ, რა თქმა უნდა, საგარეო პოლიტიკური გარემოცვლილების მიხედვით აუცილებლად უნდა შევეცადოთ შესაბამისი პოზიციების ფორმულირებას. ასე რომ ზოგადად ეხა დასავლეთის ესეთი ტერმინის ხმარება დღევანდელ რეალობაში უკვე ძალიან ესე მრავალშრიანი და მრავალწახნაგოვანი საკითხი არის. დაველოდოთ, შევხედოთ, როგორ განვითარდება უშუალოდ თავარ გამწევ ძალას და ესეთი კოლექტიური დასავლეთის ვაშინგტონსა და ბრიუსელს შორის ურთიერთობები, როგორ აისახება ჩვენ შიდა პოლიტიკაზე და ეს ყველაფერი მე ვფიქრობ, რომ უფრო მეტი მკაფიოდ მომავალში გამოჩნდება. ასე რომ ამ კონტექსტში რაც დღეს გვაქვს ჩვენ, ეს არის აბსოლუტურად ბუნებრივი მოვლენა. მადლობა რომ მიიღეთ გადაცემაში მონაწილეობა. უსმენდით ბატონ გიორგი ანთაძეს და ირაკლი გოგავა შემოგვიერთდა პოლიტოლოგის აღმოჩნდობისა. მადლობას გიხდით რომ მოხვედით და იღებთ